სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და დანო. დღეს არის გრიგოლ პალამას ხსენება. ასევე ეს გარდამავალია დაემთხვა პოლიკარპე სმირნელის მეორე საუკუნის იოანე ღვთისმეტყველის მოწაფის დიდი სასწაულით მოქმედი მამის, დიდად გასწავლული მამის, აზიის მასწავლებლად წოდებულის და იმ დროს, როცა ძალიან დიდი დევნა იყო მეორე საუკუნეში, ყველა სულიერი მოძღვარი იყო, წერილებს წერდა, ამხნევებდა მოწამეებს და დიდი როლი შეასრულა ესეთი ამ დევნილობის დროს ქრისტიანთა გადარჩენაში და რამინდა ხა თქვა რომ ესე იგი აი ნახეთ მაცხოვარი ყოველთვის ფუფუნებს თავის ეკლესიას, თავის მორწმუნეებს. ესე იგი აი ავიღოთ ნახეთ პოლიკარპე სმირნელი იმ მეორე საუკუნეში ძალიან ბევრი მამა იყო, ძალიან ბევრი დედანი იყვნენ, მოწამეები იყვნენ, მაგრამ აი ნახეთ დღეს ხსენებაა მისი და პოლიკარპე სმირნელი მთელს იმდროინდელ ეკლესიას, ესე იგი ზედამხედველობას უწევდა, აი ესე მოუვლინა ღმერთმა ეკლესიას, ფარველი და ბოლოს როგორ აწამეს, ცეცხლში დაწვეს და თქვენ ძველი ათმიდან იცით ხო? საბთაყმათა რო წვავდნენ და არ დაიწვა უდიდესი სასწაული მოხდა. ახალ ათმაში ესეთი ძალიან ბევრია, დაახლოებით 100-მდე ესეთი წმინდანი და აი ერთ-ერთი არის პოლიკარპე სმირნელი, რომელიც უნდა დაეწვათ, მაგრამ დიდხანს წვეს დიდხანს და დიდი ცეცხლი დაანთეს, მაგრამ აი სასწაული ხდებოდა და პოლიკარპეს ღმერთი ესე დაიხმარა, რომ ცეცხლი იყო ირგვლივ და პოლიკარპეს არ შეერთა. და შემდეგ შუბით განმირეს და ესე მოკლეს. მაგრამ ეს იმდენად დიდი სასწაული იყო და საერთოდ იმ დროს იმდენი დიდი სასწაული იყო, რომ ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა მსოფლიო მასშტაბით. აი მერე უკვე ეს მეორე საუკუნის მამა და გრიგოლ პალამა არის უკვე მე-14 საუკუნის მამა. რამხელადურა ხო გასული და როგორი მოუვლინა ასევე ღმერთმა მე-14 საუკუნეში იყვნენ რა თქმა უნდა დიდი მამები, დედები, მაგრამ აი ამხელად რო არის ქრისტიანობა ვერ დამარცხეს, ამხელად რო გავიდა, ხო 1200 წელი გავიდა თითქმის და ღმერთმა როგორი დიდი ნათობი მოუვლინა და გრიგოლ პალამა რო გარდაიცვალა, განათდა ირგვლივ არემარე მთელ როგორც ფერისცვალების მთაზე, თაბორის მთაზე, ესე განათდა ყველაფერი ღვთისმალ. დააკვირდით ჩემო ძვირფასებო, ჯერ როცა ადამა და ევამ შესწოდა, ღირსნი იყვნენ ისინი, რომ ღმერთს მიეტოვებდნენ, მაგრამ კაცმოყვარეობით არ მიატოვებდნენ. მერე როცა ღმერთმა ისრაელი გამოიყვანა ეგვიპტიდან, ამდენი სასწაული ანახა და სად არის ღმერთი ეძახოდა. წარმოიდგინეთ, იმდენად განარისხეს, რომ ღმერთმა მოსეს უთხრა, რომ უნდა მოსპო ყველა ისრაელი გავანადგურო და მოსეს ლოცვით შეიწყალა უფალმა და თუმცა დასაჯა ბევრი მათგანი, მაგრამ მთლიანად არ მოსპო. თუმცა ღირსი იყო, ხო ადამიანები, როცა მორწმუნეები იყვნენ, მაგრამ აი ესე მოიქცენ და ღმერთი თითქმის უარყვეს ღმერთი ღირსი ადამიანი ყველაფერს, მაგრამ ღმერთმა მაინც არ მიატოვა. და აი, როდესაც მაცხოვარი მოვიდა, განკაცდა, ჩემო ძვირფასებო, სასწაული ხდებოდა, ხო, უკვე განკაცებული მესია, საერთოდ ქრისტიანობა რო არსებობს დღემდე, ყველაფერს რო თავი დავაკეთო, სხვა ანალიზი რო არ გავაკეთო. უკვე არის დიდი სასწაული, უკვე ჩანს, რომ აქ ქრისტე განაგებდა ყველაფერს, იმიტომ როგორ შეიძლება თუ ქრისტე არ აღსდგა, როგორც პავლე ამბობს ერთ ადგილზე, თუ ქრისტე არ აღსდგა, როგორ შეიძლება ეს ზღაპარი საერთოდ ჩასახულიყო და მე აგერ 21 საუკუნეში ყველაზე ბევრი ქრისტიანია დედამიწაზე. ეს ხო შეუძლებელია. აქ ეს არის დასტური, რომ ქრისტე აღსდგა და როცა ამახდა მე თქვენთან ვიყავით აღსასრულებდა სოფლისა და აი თქვენთან ყოფნა, ანუ ჩვენთან ყოფნა მთელი ისტორიას ამას ატკიცებს ქრისტე რო ჩვენთან. მაგრამ პირველ 1000 წლეულში ჩემო ძვირფასო
დასაწყისში ძალიან ძლიერი იყო სარწმუნება, მაგრამ ნელ-ნელა სადღაც მე-7, მე-8, მე-9 მეათე ადამიანებმა დაივიწყეს ღმერთი. კი გარეგნულად იყვნენ, მაგრამ და დიდად სამწუხაროდ 1054 წელს უკვე მე-11 საუკუნის დასაწყისში დიდი ნაწილი დასავლეთისა ეკლესიას მოწყდა ლათინებით, ანუ კათოლიკებსო უწოდეთ ჩვენ. დიდად სამწუხაროდ რა თქმა უნდა. მე მაგალითად ნელ-ნელა რომ გავიაზრე, როცა მოვიქეცი და ნელ-ნელა მივხვდი რამხელა ტრაგედია იყო ეს და აი ჩვენი სიხარული, აი ყველაფრის სიხარული რაც კი გაგვაჩნია სანახევროდ არის ამის გამო წუხვად, რომ ამხელა ნაწილი მოწყდა ეკლესია. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ლათინო ამერიკა, მთელი ევროპა, ეს ყველანი იქ კათოლიკები აფრიკაშია, იმაში ავსტრალიაში და ყველგან ჩვენ რო ერთნი ვიყოთ, ჩემო ძირფასო რა ბედნიერება იქნება. ამიტომ ჩვენ როცა ვაკრიტიკებთ, იმიტომ ვაკრიტიკებთ, რომ მათ უღალატეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ამით კი არ რა თქმა უნდა ვიხარებ ტრაგედიებს ჩვენთვის, გამიგეთ წუხვად ჩვენ ამაზე ჩემო ძირფასო. მაგრამ ღირსი იყო ადამიანი და იმიტომ მოყვეთა ღმერთთან, იმიტომ მოყვეთა და იმიტომ რომ გადაუხვიეს, რა თქმა უნდა, იცით ახლა ამის შესახებ არ ვიდათ ლაპარაკი, იცით თქვენ მე რა დონეზე ავიდნენ ხალხს 100,000 უამრავი 10,000-ობით და 100,000-ზე ასული ხალხი ყავთ ესე კოცონზე დაბწვა ინკვიზიცია. წარმოიდგინეთ ეს რა ქრისტიანობა. მაგრამ ამას ჩვენ ვაკრიტიკებთ, იმიტომ რომ ის აღარ არის ეკლესია ამის საჩვენებლად, თორე ჩვენ ამაზე წუხვა გული ვტყივ, ამიტომ აღნიშნეს. და ღირსნი იყვნენ და იმიტომ მოწყდნენ. მე ჩემო ძვირფასებო მეორე კიდე 1000 წლეული რო გავიდა, უფრო 900 წლეული და კიდე ცოტა ისევე ღირსი იყვნენ უკვე მართლმადიდებლები და ღმერთმა 1917 წლის რევოლუცია კომუნისტური თავუშვა. იმიტომ რომ ღირსი ვიყავ. იქაც მთელი ამბავი გეგნადე ბრანჩანოვი მაგალითად წერდა, რომ 10,000 მონასტერი იყო რუსეთში და ბერები რო გამოდიოდნენ მონასტრიდან ლოცვა რო დამთავრდება, ბიჩოკებით სავსე იყო, სიგარეტს ეწევდნენ. წარმოიდგინე ლოცვის დროს იქ სტოები ხო არის? თითო ტაძარში, წარმოიდგინე. ხოლო ნიკოლოს იმპერატორი, რომელიც თავდადებული მორწმუნე იყო და მისი წმინდა ოჯახი, ძალით როგორ რადგან მეფე მიდიოდა, იძულებული იყო არისტოკრატია ესწრებოდა წირვებს, არ უნდოდა ბალმასკარატის და დროსტარების გარდა არ უნდოდა არაფერი და იქამდე იყვნენ მისული, რომ ეხა ბერები რო სიგარეტს მოწევენ ღვთისმსახურებელ ტაძარში, ღმერთმა აიღო მართლმადიდებლობა. გამიგე? დაგსაჯა. მაგრამ აი ეს პერიოდი, როცა პატრიარქმა გამოაცოცხლა საქართველოს ეკლესია და რუსეთში და ყველგან ნებადართული გახდა და ეხლა ვხედავ ჩვენ რომ ხო ამ გამოცოცხლებას ეს ჩემო ძვირფასებო არის ბოლო დროის უკანასკნელი მოწყალება ღვთისა. ესე ამბობ მამი. მხოლოდ მცირე სამწყსოსთვის. გამიგე? აი ვისაც უნდა ცხონება. ეს ყველაფერი ხდება ამიტომ ეხლა. ვისაც უნდა ცხონება. ამისთვის არის რომ ღმერთი აგზელებს ცხოვრებას. გამიგე? ასე რომ აი ესეთი ბოლო და აი როდესაც ეს მოხდა ეს საჯელი უკვე მართლმადიდებლებს ხო დარჩა მცირე სამწყსო ხო და იმ მცირე სამწყსოს ხო უნდა როგორც აი ყოველ დროს ღმერთი უგზავნიდა წმინდას და წმინდანებს სამწყსოს აი ესე გამოაჩინა ღმერთმა წმინდა მატრონა. გამიგე? მატრონა იყო ღრმა, მატრონა ვერ დადიოდა 12 წლის შემდეგ უკვე ისეც კოჩურდა, ზურგის დადიოდა. 12 წლის შემდეგ საერთოდ ვეღარ დადიოდა. ბრმა, აი თვითონ ფიზიკურადაც ძალიან სუსტი და ფიზიკურადაც ძალიან ისეთი იყო, ინვალიდი. გამიგეთ შემოგეწოს. და მაგრამ აი მცირე სამწყსოს ღმერთი ხელმძღვანელობდა მატრონად. და მატრონა იცით როგორი წმინდანი იყო ჩემი ძვირფასებო. აი როგორც პავლე მოციქულს რო ყველა წმინდას რაც ქონდა
თქვათ მარხვალ, ლოცვა, ზოგი ლოცვით იყო გამორჩეული და მატრონაში ყველა სიწმინდე, ყველა სიკეთე ერთად იყო თამოხდა. გამიგეთ? მატრონას ვერ შეედრება ვერც ერთი წმინდანი. შორს ჭვრეტელი როგორებიც იყვნენ, ძველი მამები თუ გინდა. მამების დონის იყო, მაგრამ მეტიც ჰქონდათ ვიცემ. გამიგეთ? მატრონა 12 წლის ბავშვმა იცოდა უკვე ვინ მოდიოდა მასთან, იმის წარსული მომავალი ყველაფერი იცოდა, სახელით მიმართავდა და მასთან მოდიოდნენ ათასობით ადამიანი, რიგები. გესმით? ეხლა წარმოიდგინე ერთ დღეს რო 1000 ადამიანი მოვა და შენ რომ ამ 12 წლიდან თან ამ 1000 ადამიანს იცი, არ იცნობ არცეც და იცი მისი სახელი შორსჭვრეტელობით, წინასწარ ჭვრეტი ღვთისგან მოცემული, იცოდა სახელი, გვარი, მისი ნათესაობა, და ძმა, სადაიბადა, როგორი გესმით თქვენ რა წმინდანი იყო მატრონა? და ესე იგი როდესაც ნათლავდნენ მატრონას ბავშვობაში, ნათლობის დროს ნახეთ რა მოხდა, ემბაზიდან ღრუბელი ორთქლი ამოვიდა, დიდი სურნელი და მთელი ტაძარი გაანადგა. გახსოვთ თქვენ როცა მოსე კარავს აკეთებს და რო აკუთხა კარავი და ღვთის მადლმა დაფარა ღრუბელმა საკრებულო კარავი და უფლის დიდებამ აფსოს ავანა. ან მერე სოლომონმა რო აშენა ტაძარი, ღრუბელმა დაფარა უფლის სახლი და იქ ვეღარ დადგნენ მღვდლები, რადგან ღრუბელმა აფსო უფლის სახლი და განათდა იქ ყველაფერი. გამიგეთ, როგორ გამორჩეული იყო იგი ბავშვობა. მატრონა ჩემო ძვირფასებო, ტაძარში ყოფნისას გამოცემდა ნათებს, აი იდგა ისე იჯდა ბავშვი, ხო? მოიყვანდნენ ტაძარში და უცებ შეხედავდნენ და როგორც მოსე ისე ანათებდა. გამიგეთ, რა სასწაული ხდებოდა. ერთხელ ჭაღარა კაცი ესტუმრა და აკურთხა ბავშვს და მომავალი უწინასწარ მეტყველა და გავიდა და მამამისმა თქვა რომ ძალიან გავდა წმინდა ნიკოლოზო და როდესაც დატოვა წმინდა ნიკოლოზმა სახლი, ბუნებრივად მატრონას გულზე ამოედერა ესე ჯვარი და მე თქვა ფოტოშოპს რო გახსნეს მრავალი წლის შემდეგ აი ეს მისი წმინდანზე იხურეს დარჩენილი ეს ამობურცული ჯვარი და ესე იგი ივანე კრონშტანტელმა რო დაინახა ბავშვი, მაშინ 14 წლის იყო, ესე იწინასწარ მეტყველა, მოვიდა ჩემი შემცვლელი, რუსეთის მერვე სვეტიო, ნუ იმ დიდ წმინდანებზე ლაპარაკობდა და ერთ-ერთი ესე იგი ეს უდიდესი ესე იგი წმინდანი. იგი ამ ადგილს იცვლიდა, ჩემო ძვირფასებო, რო არ დაეჭირა. ხო გესმით რა დროა 52 წელს გარდაიცვალა. მანამდე რევოლუციის შემდეგ სხვათა შორის 1925 წლამდე 17 რევოლუცია მოხდა. თავის სოფელში იგი მშვიდობიანად იყო, პატარა სოფელი იყო და ეთქობა არ ეცალათ რა ამ დროს და ეს დაიჭირეს და ვერაფერი, მაგრამ მე რომ უკვე მოიცვა მთელი რუსეთი, დაძდებდნენ, გადავიდა მოსკოვში. მაგრამ ვერ დაიჭირეს რატო იცი? ვერ დაიჭირეს იმიტომ რომ წინასწარ იცოდა რომ პოლიცია უნდა მოსულიყო თქვა ხვალ და საღამოს დატოვებდა სახლი წავიდა და სხვა. პოლიცია მივიდოდა, ეჭხუებოდა იმ ხალხს სადაა მატრონა და ასე შემდეგ და მე ახალ ადგილზე გაჩერდებოდა რამოდენიმე თვე, მე ისე გონებით იცოდა წინასწარ ჭრედა რომ აი პოლიცია მოდის ხვალ, მაგრამ ერთხელ ვერ მოასწრო გასვლა, გამიგეთ? და პოლიცია მოვიდა პოლიცია და უნდა დაეპატიმრებია და პოლიციას ეუნება და პოლიციამ იცოდა რომ ეს წინასწარ ჭრეტელი იყო, ხა გაგებული ხო ქონდა. სასწრაფოდ გაიქეციო პოლიციას ეუნება, თორე შენი ცოლი მოგდებაო და შენ გადაარჩენ თუ გაიქცევი საჯარო და პოლიციამ ეგრევე მოტრიალდა და გაიქცა. გაიქცა და მივიდა და ესე იგი ბედზე გადაარჩინა თავის ცოლი, ფეთქდებოდა ღუმელი თუ რაღაცა მოკლედ და ძვირს გადაარჩინა და მე მოვიდა და მადლობა უთხრა ესე იგი და თვითონაც ალბათ ჩემი აზრი ესეთია რომ ღმერთმა ესეთი ეს მატრონა იმიტომ ამოირჩია რომ კი პოლიცია დაძლებდა, მაგრამ მაინც ძალიან არ ებრძოდნენ ეხა ხო ბრმა ადამიანი კულტივით იყო აბა ეხა ასეთ ადამიანს როგორ დაიჭერ ხო, მაგრამ
ზოგჯერ მაინც ბრძანებას გასცემდნენ, უნდა დაეჭირათ და ვერ იჭერდნენ და ესეთი ამბები ხდება. ასეთი იყო სასწაული მატრონა და ათასობით ადამიანის მცირე სამწყსო, ვისაც აინტერესებდა ქრისტიანობა, მათ ყავდათ ღვთისგან უდიდესი მფარველი და უდიდესი წმინდანი, წმინდა მატრონა, ჩემო ძვირფასებო. ერთხელ მატრონას თურმე აეხილა თვალები და ზინაიდა ყავდა მომვლელი ერთი ქალი, მისი მეგობარი და არქიტექტორი იყო ეს ქალი და ზინაიდას უთხრა, რომ რა გაიქნება ევროპაში რო წავიდეთო, თუმცა მეო ყველაფერი ნანახი მაქვს, გამიგე სულიერი შვედით ესეთი რამ უთხრა, რომ მეო ნანახი მაქვს, რომიო, ფლორენცია ჩამოუთვალა, მთელი ევროპის კულტურაო, რა მხატვრობაო, რა ეს რა უცნაური რამაა რა მართლმადიდებლისგან, მაგრამ აი ხედავ ჩემო ძვირფასებო, რომ ესე იგი, ჩემთვის ეს იმდენად კარგია, იმიტომ რომ მე ვიყავი გატაცებული, მხატვრობა არ თვითონ ხატვა არ ვიცოდი, ნუ ვერ ხატავდი, მაგრამ თვითონ აი ევროპული ესე იგი ეს კულტურა იმდენად მხილავდა, რომ ეხლა მე ადრეს მაქვს ნანახი, ყველაფერი რამე რაც გამოცემული იყო, ყველაფერი ქონდა, მაშინ არ იყო არც ქსეროქსი, არაფერი, მაგრამ მე ვამბობ 17-18 წლის რო ვიყავი და ყველაფერი ეს ქონდა ფოტო გალერეა სადაც ქონდა სარდაფში და გამოკრული მქონდა ყველაფერი მიკელანჯელოს, რაფაელის, ფრანჩესკო გვარდის, რა ვიცი ეხლა აღარ მახსოვს კარგად. ყველაფერი, რენუარის და ყველაფერი. ასევე ტაძრების ფოტოები და ასე შემდეგ იმ დიდი არქიტექტურა, რაც პატარაზე გამოხატულია ჩვენს ისა სოლოლაკში, ჩემო ძვირფასებო. აი სოლოლაკი პატარა ევროპა, პატარა რომი, პატარა პარიზი და პატარა ყველაფერი. მადრიდი. და ეს ეხლა რაც მოგიყევით, ჩემთვის იმდენად გასახავი იყო, იმიტომ რომ მას ესე უყვარდა ევროპული კულტურა და მეც რაღაცა ესეთი შეხება მაქვს ამ ხრივ მატრონასთან. და ბედნიერი ვარ, ჩემო ძვირფასებო, როდესაც ატყდა საქართველოში მატრონას რო დასვარა ხატი ერთმა გუგვანმა ქალმა იმ საბრალომა საწოდავმა, თუ იმის მოქცევა თუ შეიძლება მეთქვა მოაქციოს, იმ საწოდავმა და გაუბედურებულმა ქალმა ატყდა ერთი ამბავი, როდესაც და მე ვიყავი პირველი, რომელმაც გავაკრიტიკე ეს და დავიცავი, ჩემი დასაცავი გაჭირს მატრონას, მაგრამ დავიცავი ეს თვითონ ეს მატრონას ხარეს დავდექი და რა ამბავი ატეხეს ჩემზე და რუსოფილი და რუსელი და ამფელი ამბავი და ამ ლიბერალებმა და როგორ მიხარობდა ჩემო ძვირფასებო, რამხელა მადლი მომცეს ამით, რომ მატრონას გამო მე ესე ვიკიცხებოდი და ვიდევნებოდი. ეს იყო ჩემი უდიდესი ბედნიერება, ჩემო ძვირფასებო და სხვათა შორის იქ რამოდენიმე მღვდელმა, ლიბერალმა მღვდელმა დაუჭირა მხარი იმად დაუჭირა მხარი ლიბერალებს და აკრიტიკებდნენ მატრონას. მატრონა, ვისაც არ წამს, აი რაც მოგიყევით, ძალიან მოკლე ექსკურსი. იმას ქრისტე არ წამს, ჩემო ძვირფასებო. მატრონასში იყო დავანებული ძალიან დიდზე ღვთის დიდი მადლი ქრისტე. აი ესეა, ჩემო ძვირფასებო, არასოდეს მიგვატოვეთ ჩვენ, არასოდეს მიგვატოვეს ღმერთი, ყოველთვის იქნება ჩვენს გვერდი და ჩვენ ვიცით, რომ ხო, კიდევ ვამბობ, რომ ღმერთმა რატო დაუშვა ეს ყველაფერი, ევოლუცია რატო დაუშვა ჩვენი ცოდვების გამო. წარმოიდგინეთ, თვითონ ქართველებიც 1917 წელს განთავისუფლდა საქართველო და მთავრობა მოვიდა ათეისტური, პრაქტიკულად კომუნისტური მთავრობა, ჩემო ძვირფასო. გესმით? და ღმერთმა ეს ყველაფერი დაუშვა, იმიტომ რომ ხალხს არ აინტერესებდა რელიგია. გამიგე? და ნახეთ თვითონ ღმერთმა რო დაუშვა ეს აპოკალიფსის მე-13 თავში, ნახეთ რა წერია, ვიხილე ზღვიდან ამომავალი მხეცი მდინარე ლენა, ხო გაგიდი? ანუ ლენინზეა ლაპარაკი. ვიხილე ზღვიდან ამომავალი მხეცი და მისცა მას ეშმაკმა თავის ძალა, თავის ტახტი და დიდი ხელმწიფება
და მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო ღმერთი და მიეცა სამოქმედოდ 42 თვე, ანუ 3 წელნახევარი, ესე იყო ლენინზე ზუსტად. და ეს დაუშვა ღმერთმა ჩვენი ცოდვების გამო, მართლმადიდებლების გამო, რომლებსაც აღარ აინტერესებდა. და მიეცა მას უფლება დაეგმო ღმერთი, ებრძოლა წმინდანებთან და გაემარჯვა მათზე. გამიგეთ ხო გახსოვთ კომუნისტური პერიოდი? ევოლუცია. ეს ღმერთმა დაუშვა. თაყვანისცეს მას დედამიწის ყველა მკვიდრმა, ვისი სახელებიც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში. გესმით? და ჩვენ ახლა ვარ მოლოდინში. თქვენ იცით, ახლა მე რა პატარა ექსკურსი გავაკეთე, მოკლე ექსკურსი. ეს არის, რაც ახლა არის ჩვენზე წყალობა, ეს არის მცირე სამწყროსთვის, ვისაც აინტერესებს, რომ გადარჩეს. და ჩვენ უკვე ხედავთ, არ ვიცით, ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით, რა თქმა უნდა, რომ ეს აპოკალიფსური ომი, რომელიც ალბათ გაგრძელდება, ნახოთ რა იქნება ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ მე ასე უყურებ ამას და რა ვიცი, ახლა როგორ შეიძლება სხვანაირად უყურო, ახალი მსოფლიო წესრიგი უნდათ ანტიქრისტიანებს დაამყარონ, ელოდებიან მესიას და უნდათ რომ ანტიქრისტე დააჯინონ, ჩვენთვის ის ანტიქრისტე იქნება და მსოფლიო მართლობა უნდათ. ალბათ იქნება უკვე მსოფლიო მესამე მსოფლიო ომი. ნუ პოლიტიკურად ეს ასე ჩანს, რომ ამერიკას უნდა რომ გეგემონი იყოს და უკვე ჩინეთი სადაც არის ასწრებს, მაგრამ რელიგიურად ჩვენ ხო ვიცით რაც იქნება რა, რაც ხდება. ეს არის ომი, რომ მსოფლიო ბატონობა უნდათ ანტიქრისტიანულ ძალებს და ნახეთ როგორ არის. უკვე წინასწარ ამზადებდნენ, ხო, არა სამშობლო, არა ოჯახი, ესეთი ავტორიტეტული რამდენ სიყვარულები და მოისპო. რა? იმიტომ რომ შემდგომ ანტიქრისტეს დაამონონ მთელი მსოფლიო. აი ეს პროცესები მიდის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ქრისტიანები გავიმარჯვეთ საბოლოოდ, ანტიქრისტე ძალიან მცირე დროს მართლაც მოახერხებს, რომ მთელი მსოფლიო გაერთიანონ, მაგრამ ეს იქნება აფეთქებული, დამწვარი, დადახული, საშინელი მსოფლიო, ალაგ-ალაგ რო იქნება დარჩენილი და მოახერხებენ, იმიტომ რომ ეშმაკის დიდი ძალა ექნება და გაერთიანებენ თავის ბოროტის ზრახვებით. გამიგეთ ჩემო სიტყვას. მაგრამ ჩვენ ვიცით, ადრე გვითქვია ნუგეში გვაქვს, რომ ქრისტე ჩვენთან იქნება ბოლომდე. და აპოკალიფსი ესე მთავრდება. ვიხილე ახალი მიწა, ვიხილე წმინდა იერუსალემი გარდამოპავალი ციდან, ღვთისგან გამზადებული და გავიგონე ხმა, აჰა ღვთის სავალე კაცთა შორის და ის დამკვიდრდება ისინი დამკვიდრდებიან მასში, ანუ ვინც იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანი. გამიგეთ? ასე რომ გამარჯვება იქნება საბოლოო ჩვენს ხარეს. მაგრამ მანამდე შეიძლება ეს ომი შეწყდეს ახლა და ღმერთმა კიდე გადაწიოს, კიდე მშვიდობა იყოს. გამიგეთ? და მოგვარდეს ყველაფერი, ესეც შეიძლება. ნახოთ როგორ იქნება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მე ობიექტივშიც გამოვედი და ვთქვი, ყველაზე მთავარი ცნება. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიმუშოთ, არ უნდა ვიამპარდავნოთ, არ უნდა ცუდი საქმე არ უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ყველაზე თუ აირია ყველაფერი, ყველაზე მთავარი ცნების შესრულება იქნება, რომ შიში განვაგდოთ. გამიგეთ? იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა რა პანიკა იქნება, გამოთქმა რო აქვს ქართულს, დედაშვილს არ აიფას ხელში, ესეთი მდგომარეობა რომ დადგება თუ დადგა ამ პერიოდში. ხო? და ჩვენ თვალწინ დადგა ეს, მაშინ ყველაზე მთავარი იქნება შიში უარყოთ, შიში განვაგდოთ. ეს იქნება აუცილებელი რამ, თორემ დავიღუპებ. ამიტომ უშიშობა არის ერთ-ერთი საუკეთესო კეთილი საქმე ჩემო ძვირფასო. შიში ეს არის უბედურება და უბედურების მომტანი და შიშმა შეიძლება ყველაფერი ცუდი ჩაგადება. ამიტომ ამას მივაქციოთ ყურადღება. ჩვენთან არის